ჩვენ რამდენიმე მიზეზი აქვს იმას, რომ დასავლეთში შემოვიარეთ ჯერ არ დაგვისრულებია, მაგრამ შემოვივლით ყველა ქვედანაყოფს. პირველ რიგში დასავლეთის ახალი სარდალი დაინიშნა გასული კვირის ბოლოს და რა თქმა უნდა გვინდა რომ პირად შემადგენლობას ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ის მარტო არ მოდის, იმის საჩვენებლად, რომ მას გვერდში უდგას თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ჩვენთან ერთად იმყოფება. აქვს სრული ლეგიტიმაცია და სრული მწვანე შუქი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ რეფორმების გასატარებლად და ტრანსფორმაციისთვის, რომელიც ჯარში რეალურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, მთავრობამ მოგეხსენებათ ხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას 4-ში სხდომაზე, ახალი სადისციპლინო კოდექსი მივიღეთ ჩვენ და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი ახლა ქასმეთაურებთან შეხვედრის, რომ ჩვენ მათ მოუყევით თავიდან ბოლომდე მიზანი ამოცანა რატომ შეიცვალა. სამი ძირითადი პრინციპია აქვს თავარ და მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ მანამდე არსებული სისტემისგან განსხვავებით ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურე გავათანაბრეთ. თუ კი მანამდე კოდექსი ორად იყო გაყოფილი და ოფიცრებს რაღაცა სხვა ტიპის სასჯელები ეხებოდათ და კაპრალებს ვთქვათ სხვა ტიპის სასჯელები ერთი და იმავე გადაცდომისთვის, ჩვენ ეს გავათანაბრეთ და ვთქვით, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. თუ თქვენ თვრალი მოხვალთ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ვარსკვლავი არის თქვენს ფორმაზე, ერთნაირად უნდა დაისაჯოთ, იმიტომ რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჯარშიც და სამოქალაქო ცხოვრებაშიც. მეორე ეს არის, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა გავაუქმეთ. საჯაროდ ცნობილი ვახტები, მაგრამ არა მხოლოდ, ანუ საერთოდ გავაუქმეთ ადმინისტრაციული პატიმრობამ სამხედრო შემადგენლობისთვის და მესამე, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, ჯერ ეს პროცესი დამთავრებული არ არის, იმიტომ რომ კანონშიც სჭირდება ცვლილება, მაგრამ გავამკაცრეთ სასჯელები მთელი რიგი გადაცდომებისთვის და მათ შორის არის იგივე აზარტული თამაშები, რომელზეც ვსაუბრობდით და რომელიც იმედი მაქვს, რომ მთავრობის შემდეგ სხდომაზე უკვე გავა და შესაბამისად პარლამენტის მას ხარს დაუჭერს. ამ ნაწილში პარლამენტის გჭირდება, იმიტომ რომ ის კანონში შედის სრულება, მაგრამ რაც შესაძლებელი იყო, რომ წესდების ზონაზე დაგვირეგულირებინა, წესდების ზონაზე უკვე გასწორებია. უდიდესი პასუხისგებლობა იყო დასავლეთ სარდლობის სარდალი. ჩემ გეგმებს რაც შეეხება და მიზნებს და ამოცანებს, ეს პირველ რიგში არის ის, რომ შევინარჩუნო ის საბრძოლო მზადყოფნა, რომელიც ამ ეტაპზე აქვს დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს და ვიმუშაობთ იმაზე ყველამ ერთად, რომ მოვახდინოთ ამ საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება. ცნობილია, რომ არ მხოლოდ დასავლეთის ახალი სარდალი ყავს, არამედ აღმოსავლეთის სარდლობაც უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბდება. ეს იყო დროებითი შტატები ჩვენ შეერთებულ ძალებში, ახლა ეს გახდა მუდმივი შტატები, დაინიშნა დასავლეთის სარდალი. რა თქმა უნდა, ზუსტად ჩვენი აქ ყოფნის დღეს და გუშინ მიზანი იყო ის თავდაცვის მინისტრთან ერთად ჩვენ წარგვედგინა სარდალი სარდლობისთვის და გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე. რა თქმა უნდა, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩამოვაყალიბოთ უკვე სტრუქტურა დასავლეთის სარდლობის შტაბი სარდლობის და ამაში დიდი როლი ზუსტად უკავია უკვე ახალ სარდალს, რა ხედვებით იქნება, როგორ წარმოუდგენია, რა ამოცანები ჩვენ ვიცით და ამ ამოცანების, ასე ვთქვათ, სტრატეგიული დონეზე განსაზღვრული ამოცანების შესრულება როგორ უნდა მოხდეს, აი კონკრეტულად დასავლეთის სარდლობის მიმართულებით.